აქ ორი ტიპის, ასე ვთქვათ, დისკუსია მიმდინარეობს. ერთი პირველი ნაწილი შეეხება იმას, რომ საოცრად მოხდება, მაგრამ გააჩნია ამ შემთხვევაში ვინ არის ამ დისკუსიის წარმმართველი, ხო? Pirmkārt, ეს არის ზოგიერთი წევრი ქვეყნის წარმომადგენელი, ასევე მედიის წარმომადგენლები, მაგრამ რაც შეეხება ოფიციალურ პოზიციას ევროკავშირის მხრიდან და ეს პოზიცია უკავშირდება განცხადებებს ევროკომისიის და ევროპული საბჭოსი, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში განცხადება არ გამოკეთებია. თუმცა მომავალ კვირაში უნდა ჩატარდეს რამოდენიმე დღეში უფრო ზუსტად ევროპული საბჭოს შეხვედრა და შეიძლება იქ კონკრეტულად გამოიკვეთოს რამდენად რეალურია ეს პერსპექტივა. შენ შემთხვევაში ის უკავშირდება იმას, რომ თუ არ ჩატარდა თავისუფალი არჩევნები და თუ იქნა ესეთი დარღვევები, რომელიც გავლენას მოახდენს შემდეგ უკვე შედეგებზე, შესაძლებელია ეს საკითხი დადგეს დღის წესრიგში. ჩვენ რეალურად დავუბრუნდებით იმ მდგომარეობას, რაც იყო 2017 წლამდე. სხვა სიტყვებით რომ ავხსნათ და ძალიან ისე დეტალურად რომ ავხსნათ, ეს ნიშნავს იმას, რომ თუ კი საქართველოს მოქალაქეს, რომელიც დღეს ცხოვრობს ბორჯომში და აქვს სურვილი რომ წავიდეს ევროკავშირის და შენგენის ზონის ქვეყანაში, მას შეუძლია შეიძინოს ბილეთი, ბევრად უფრო დიდი ხნით ადრე, როდესაც ბილეთის ღირებულება არც თუ ისე მაღალია, კონკრეტულ თარიღზე წავიდეს რომელიმე ევროკავშირის და შენგენის ზონის ქვეყანაში. მაშინ როდესაც სავიზო რეჟიმის პირობებში მას ამის შესაძლებლობა ნაკლებად ექნება. გულისხმობ იმას, რომ მას მოუწევს რომ ჩამოვიდეს რომელიმე ქვეყნის საკონსულოში წარმოადგინოს საფუძვლები, ჯერ უბრალოდ ეს საფუძვლები, რომელიც გარკვეულ და ფინანსებს მოითხოვს, შემდეგ ჩამოვიდეს თბილისში, შეიტანოს ეს დოკუმენტაცია რომელიმე ქვეყნის საკონსულო განყოფილებაში, საელჩო საკონსულო განყოფილებაში, შემდგომ დაელოდოს ვიზის მიღება, შემდგომ შეიძლება მას უბრალოდ უარი ეთქვას ვიზის მიღებაზე, ასე რომ ეს უკავშირდება დროს, ეს უკავშირდება ფინანსებს, ამ ყველაფრის ძალიან პროცედურების გავლა და ასევე იმას, რომ საბოლოო შედეგი შეიძლება არ იყოს დადებითი. ან გულისხმობ იმას, რომ შეიძლება ვიზა არ მიეცეს ამ მოქალაქეს. როცა დღეს მსგავსი საჭიროება არ არის და მოქალაქე შეუძლია ყოველგვარი ამ პროცედურების და დამატებით ფინანსური ხარჯების გარეშე გაემგზავროს ევროკავშირის და შენგენის ზონის ქვეყანაში. ამასთან ერთად დასამალი არ არის, რომ ბევრი საქართველოს მოქალაქე მიემგზავრება, ამ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ ეს ვიზო მიმოსვლა არ ითვალისწინებს მუშაობის უფლებას, ბევრი ადამიანი მაინც ახერხებს, რომ დაიწყოს მუშაობა, გარკვეული თანხა გამოიმუშაოს, მე უკან დაბრუნდეს, ან გამოგზავნოს უკან ეს თანხები, რა თქმა უნდა, ამ ნაწილზეც ბუნებრივია, რომ ამ ჯგუფზე საქართველოს მოქალაქეებსაც იმოქმედებს, ისედან გამომდინარე, რომ მათ უბრალოდ აღარ შეეძლებათ ვიზის გარეშე გამგზავრება ევროკავშირსა და შენგენის ზონის ქვეყანაში. ვიზო მიმოსვლა არ აქვს ძალიან ბევრი ქვეყანას ევროკავშირთან. ანუ მაგალითად, თუ შევხედავთ ჩვენ სამეზობლოს, არც ერთ ჩვენს მეზობლოს, უშუალო მეზობლოს სომხეთი იქნება, აზერბაიჯანი, თურქეთი თუ რუსეთს საუბარი ზედმეტია, მათ ვიზო მიმოსვლა მოქალაქეებს ეს ვიზო მიმოსვლა არ გააჩნია. ამისათვის ეს არის ძალიან დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი სარგებელი და ხელჩასაჭირი სარგებელი, რაც მოიტანა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია. მხარდამჭერი ოცნების ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში თუ დარჩა ეს დამოკიდებულება და დამოკიდებულებაც მას აქვს ზოგადად ევროინტეგრაციის მიმართ, ბუნებრივია, რომ ყველაფერი ისაა, რასაც ჩვენ შევსაუბრობთ, ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგება, მინიმუმ და მაქსიმუმ შეიძლება დავყაროთ ეს ყველაფერი. სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში ხელისუფლება უფრო მეტად ავნებს და ზიანი მოაქვს ევროინტეგრაციის პროცესისთვის, ვიდრე ეხმარება მას. ხო, ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად გასული წლის სექტემბერში საქართველოს მიიღო 9 ნაბიჯი კონკრეტული რეკომენდაციები ევროკავშირის მხრიდან, რომელიც შესრულებაც არის წინაპირობა იმისა, რომ საქართველოს გადავიდეს ევროინტეგრაციის შემდეგ სახელმწიფოდ. ახსნას მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ მინდა ვთქვა, რომ დაახლოებით 10 თვე გავიდა და ფაქტურად პროგრესი არ არის, რომ მეტიც ჩვენ ვიცით ევროკავშირის გადაწყვეტილება 27 იუნის ევროკავშირმა გამოაცხადა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი de facto არის შეშერებული. ასე რომ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ამაში არის საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ეს ყველაფერი ხდება ზუსტად იმის გამო, რა ნაბიჯებიც მათ გადადგეს, ზოგადად არ გადადგეს ევროინტეგრაციის ძალიან კონკრეტული და გაწერილი ეს ყველაფერი, ის თუ რა ნაბიჯები არის გადასაწყვეტი ევროინტეგრაციის გზაზე. და კიდევ ერთხელ რეცეპტი მზად არის, უბრალოდ აქ საჭიროა ის, რომ ერთი რო სურვილი იყოს ყველაფრის განხორციელების და მეორე უკვე ხმების ნაბიჯები გადაადგეს მის